ახლა სტუდიაში უკვე შემოგვიერთდება ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, რომელთანაც ბუნებრივია საუბარს დავიწყებთ იმ ახალი ანგარიშით, რომელიც ჯერ დამტკიცებული არ არის ევროპარლამენტში, თუმცა მას უკვე აქვს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მხარდაჭერა. მოგესალმებით ბატონო დავით, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით თამთა, მოგესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მოწვევისთვის. მოკლედ, ჩვენ ვნახეთ, რომ ძირითადად სულისკვეთება, რიტორიკა, გზავნილები არის უცვლელი. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში უკვე მიღებულ ანგარიში და ამ ანგარიშის ავტორი არის და მომხსენებელი, საქართველოს საკითხზე მომხსენებელი რასა იუკნევიჩიენე, რომელიც ასევე მწვავე კრიტიკით არის თქვენი მისამართით მწვავე კრიტიკით გამორჩეული. მოთხოვნები არის უცვლელი, რომ უნდა გადაიხადოს ბოლო პერიოდში მიღებული კანონები, უნდა გათავისუფლდნენ ის ადამიანები, რომლებსაც მიიჩნევენ პოლიტიკურ პატიმრებად და ასევე მოწოდება არის, რომ პირდაპირ დაასანქციონონ ხელისუფლების წარმომადგენლები, ევროკავშირმა შეამციროს კონტაქტები ხელისუფლებასთან, გააგრძელოს მისი ლეგიტიმაციის არაღიარება. გასაგებია, ჩვენ მოვისმინეთ თქვენი მმართველი გუნდის მწვავე და კრიტიკული შეფასებები, რომ ამ განცხადებებს არ აქვს თქვათ იურიდიული ძალა, არ აქვს ამ მსგავსი ტიპის შინაარს, ანგარიშებს არ აქვს თქვათ რაიმე მნიშვნელობა და ჩალის ფასი, ანუ აი ესეთი ტიპის განცხადებები ჩვენ უკვე ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად გვესმის, მაგრამ გარდა ამ კრიტიკული შეფასებების, აი რა ტაქტიკა და სტრატეგია აქვს ხელისუფლებას, რომ აი ეს მოცემულობა შეიცვალოს, იმიტომ რომ უკვე ბოლო 4 წელია ვხედავთ, რომ თქვათ თვიდან თვემდე სულ უფრო იზრდება საერთაშორისო ზეწოლა და ანგარიშების შინაარსით სულ უფრო მკაცრდება. აი ამ მოცემულობის შესაცვლელად რას აკეთებს ხელისუფლება, რომ რაღაცნაირად გაჩნდეს თქვათ დიალოგის სივრცე და დიალოგის პერსპექტივა. თამთა, თქვენის ნებართვით პირველ რიგში გიორგობას მოგილოცავთ, თქვენ და მიულოცავთ სრულიად საქართველოს. რაც შეეხება იმას, რომ უსამართლო მიდგომა ევროპარლამენტიდან გრძელდება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, მედიის მიმართ, ამაზე შეგვიძლია ერთი რამ ცალსახად ვთქვათ, რომ იმდენად გადასულია ზღვარს სიმართლესთან არ მქონე, ტყუილებით გაჯერებული შინაარსის მქონე აი ეს დოკუმენტი, რომ რაც თქვენ ბრძანეთ თავიდან, რა შეფასებებსაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის ყველაზე უფრო ზუსტი და სამართლიანი შეფასება, თუ რამ შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მართლაც არანაირი ფასი არ შეიძლება ქონდეს ისეთ დოკუმენტს, სადაც სიმართლის ხვედრითი წილი არის მინიმუმამდე კი არა და მე მგონი ნულთან გათანაბრებული. ჯერ კიდევ აი 2 წლის წინ, როდესაც ქალბატონი რასა დაინიშნა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში მომხსენებლად, იქიდანვე გახდა ნათელი აბსოლუტურად, რომ რაც რამ მოხსენება გაკეთდებოდა საქართველოზე, ბუნებრივია ეს იქნებოდა გაჯერებული სააკაშვილის მეგობრობის პასაჟებით და არა ქართველი ხალხის მეგობრობის პასაჟებით. და ჩვენ ახლა ქალბატონი რასას დამოკიდებულება დამნაშავე სადისტური რეჟიმის შემოქმედი ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ძალიან კარგად ვიცით და თქვენ ალბათ ის მოისმინეთ, დარწმუნებული ვარ, არაერთი შეფასება პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჩვენ ევროპარლამენტს, ევროკავშირის დავარქოთ საკანონმდებლო წარმომადგენლობით ორგანოს, რომელიც უნდა იყოს სადარაჯოზე უფლებების დაცვის, პირველ რიგში მედიასთან დაკავშირებული უფლებების დაცვის, მოდით ახლა ტელევიზიაში ვიმყოფებით და თქვენთან ვარ სტუდიაში და თქვენ გესაუბრებით და იმის ნაცვლად, რომ იქიდან ვისმენდეთ ხმამაღალ განცხადებას, თუ როგორ უნდა იყოს თავისუფალი სიტყვა დაცული, ჩვენ ხედავთ თავდასხმას პირიქით, თავისუფალ მედიაზე და მცდელობას თავისუფალი სიტყვა ჩაახშონ დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოში. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ქართული მთავრობის და ხელისუფლების მიდგომებს, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია და გახსნილი თამთა. ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია ამაზე და ეხლა შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ნებისმიერ სამართლიან მიდგომას ჩვენ სამართლიან, გულწრფელ, ღია პასუხს გავცემთ. როგორც კი არის თავდასხმა ქართულ ხალხზე, ქართული ხალხის არჩევანზე. მოდი გულწრფელები ვიყოთ, რა არ მოწონთ იქ, ხო? იქ არ მოწონთ ქართული ხალხის არჩევანი. იქ არ მოწონთ ის შედეგი, რა შედეგიც 2024 წლის არჩევნების შემდეგ დადგა. აი ყველაფრის მიზეზი არის ეს. აქედან იწყება ყველაფერი, რომ პრაქტიკულად იმით რომ ესხმიან ქართული ოცნების ხელისუფლებას თავს ესხმიან ქართული ხალხის არჩევანს. მაგრამ ხელისუფლება მუდმივად ამბობს, რომ თქვათ ქვეყანას და ქართულ ხალხს ჯიან ევროპელი პარტნიორები, იმიტომ რომ თქვათ აი მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას
ამ შემთხვევაში არ იქნა დაკმაყოფილებული საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და ამის შემდეგ დაიწყო უსამართლო დამოკიდებულება თქვენი შეფასებებით. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ თქვა აი ნაბიჯებს, რომლებსაც დგამს თქვა საქართველოს ხელისუფლება, შემდგომ უკვე მალევე მოსდევს აი ეს მწვავე რეაქციები, თქვა რეზოლუციებით, განსაცხადებებით თუ ანგარიშების სახით. მაგალითად ამ კონკრეტულ ნაბიჯებში იგულისხმება იგივე თქვა ვენეციის კომისიის შენიშვნების არ გათვალისწინება, ან ისეთი კანონების მიღება, რომლებსაც ისინი მიიჩნევენ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად, თქვა სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და ოპოზიციის დევნად, იგივე პარტიების აკრძალვის გეგმა, ანუ ყოველი თქვა კონკრეტული გადაწყვეტილებები არის დასახელებული მათ ანგარიშებში და რეზოლუციებში მწვავე შეფასებების და ეს გაძლიერებული საერთაშორისო ზეწოლის მიზეზად. აი ამ ნაწილში თქვა აი საქართველოს ხელისუფლების აი პასუხისმგებლობა თუ ვერ გრძნობთ, ანუ ამ ურთიერთობის გაუარესებაში და საერთაშორისო ზეწოლის ზრდაში. თამთა სიმართლე არის ერთი. არ შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა სიმართლე, შეიძლება ხედვა იყოს სხვადასხვა, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ კარგად ვიცით, რომ სიმართლე არის ერთი. თითოეული საკითხი, რომელიც თქვენ დაასახელეთ, ახლა და რომელიც არის რაღაცა გამხდარი გადაღებულ თემად, თითქოს ჩვენ გვედავებიან და აქედან პასუხი არ შეიძლება იყოს ისეთი, რომელიც იქნება მაქსიმალურად დასაბუთებული, ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, ტყუილი, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე რა ნაბიჯებიც გადადგა საქართველოს ჩვენმა ხელისუფლებამ არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავიდან ბოლომდე მაქსიმალურად დასაბუთებული და თქვენ რომ მიყვეთ მოვლენათა განვითარებას, აღმოაჩენთ, რომ რა კანონებსაც იღებდა საქართველოს, როგორ ცდილობდა საქართველოს დაეცვა საკუთარი სუვერენიტეტი, ზუსტად იგივე სამართლებრივ აქტებს ან ძალიან მალე, ან მასთან პარალელურად იღებდნენ ის სახელმწიფოები, რომლებიც აკრიტიკებდნენ საქართველოს ხელისუფლებას ამ კანონების მიღებით. ახლა მაგალითად, თუ კი შეერთებულმა შტატებმა 40-იან წლებში მიიღო ფარას საკანონმდებლო სივრცე და იქიდან დაწყებული საკუთარ სუვერენიტეტს გარე შავი ფულის შემოდინებით იცავს, ეს ყველაფერი დღის წესრიგში საქართველოში დადგა, აი ამ ბოლო პერიოდში მეც და თქვენც რომ ამ ყველაფერს ვაკვირდებოდით, ხო? ოპონენტები აღნიშნავენ, რომ იქ არ ყოფილა, თქვა სამიზნე ამ შემთხვევაში მესამე სექტორი და მედია ორგანიზაციები. ყველაფერი თამთა არის იმდენად ცალსახად, იმდენად გამჭირვალე, რომ ამას არ შეიძლება უბრალოდ ორმაგი სტანდარტით მიდგომა. ნახეთ, აი რა კანონს იღებს, აი ახლა მე და თქვენ ვსაუბრობ დიდ ბრიტანეთში მიდის განხილვა იმაზე, თუ როგორ დაიცვან საკუთარი ქვეყანა გარეშე შემოდინებებით საკანონმდებლო კონკრეტული დოკუმენტის მიღებით, რომ თურმე დიდი ბრიტანეთის სუვერენიტეტის ისევე უნდა იყოს დაცული და იქაც არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნიდან მოედინება საფრთხე. იმიტომ რომ დიდი ბრიტანეთის სუვერენული ქვეყანაა და მას არ ჭირდება მის პოლიტიკას, არ ჭირდება გარე შემოდინებები. კი, მაგრამ USAID როდესაც დაიხურა, აი როცა ჩვენ მანამდე ქართული ოცნება საუბრობდით ამ ყველაფერზე, ვივიღეთ კანონი, ამ კანონს რა შედეგები მოყვა, როგორ აღშფოთეთ ეს ხალხი და სინამდვილეში რა მიზნები ამოძრავებდა ამ გარე ძალებს და ადგილობრივ დესტრუქციას, ეს კარგად ვიცით და სწორედ ის პრეტენზიები, რომელსაც ქართული ოცნება და ქართული ხალხი პრინციპში უყენებდა ზოგადად თელსოფლიოს გამოგზავნდა შეერთებული შტატების პრეზიდენტი და რამის საკუთარი ხელით ჩამოხსნა ის ტრაფარეტი, რომელსაც USAID ეწერა. და პირდაპირ თქვა, რომ ჩვენ აქ აკუმულირებული ფულით NGO სექტორის გამოყენებით ვანგრევდით დემოკრატიებს სხვადასხვა ქვეყანაში. ყოფილა ქართული ოცნების გადაწყვეტილება და ქართული ხელისუფლების გადაწყვეტილება მართალი სიმართლე ყოფილა. გადავიდეთ ახლა ოჯახურ ღირებულებებზე. რა არ მოწონთ, რა უნდათ ჩვენგან, მოდით და თქვათ და კონკრეტული პასუხი გავცეთ ამ კითხვას. განსაკუთრებული კრიტიკის სამიზნე გახდა იგივე ის ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში შესული ცვლილებები და თავისუფალი მანიფესტაციების და შეკრების შესახებ კანონებში კანონების განკაცრება. დიდ ბრიტანეთს დაუბრუნდეთ, სადაც ასევე ახლა მე და თქვენ ვსაუბრობთ, პარალელურად მიდის მსჯელობა, როგორ მიიღონ კანონი, რომელიც შეკრებას და მანიფესტაციას ერთი და იგივე ხალხით, ერთი და იგივე მიზეზით, ერთი და იგივე მოთხოვნით ამ ყველაფრის აკრძალვის საშუალებას აძლევს დიდი ბრიტანეთის პოლიციას. რატო? იმიტომ რომ სახელმწიფო უნდა იყოს ადეკვატური გამოწვევების მიმართ და თუ კი იქ არსებული უკვე მოქმედი წესი ვერ უზრუნველყოფს კონკრეტულ მართლწესრიგს, ბუნებრივია სახელმწიფო ამკაცრებს კანონს და იღებს სხვა წესრიგს. სად გაგიგიათ, რომელ ქვეყანაში გინახავთ, რომ 100 ადამიანმა
300-მა, 500-მა კარგით ავიღოთ, 500 კაცი იქ არ იკრიბებოდა, მე და თქვენ კარგად ვიცით, მაგრამ იყოს ეს 500-მა კაცმა ერთი წლის განმავლობაში გადაკეტოს, მუდმივად გადაკეტოს დედაქალაქის არტერია, ცენტრალური გამზირი. ეს რაღაცა ხო არ ხდება. ხო არ შეიძლება ეს რაღაცა მოხდეს. ამიტომაც არის წესი და წესრიგი ადეკვატურობის თვალსაზრისით სახელმწიფოს მხრიდან აუცილებლად პასუხგასაცემი. და ის პასუხი, რომელიც ჩვენ გავეცით ამ მოცემულობას, ასეთ პასუხს აცემენ ისეთი დემოკრატიული ქვეყნები, როგორც არის მაგალითად დიდი ბრიტანეთი. ნახეთ, კიდევ ერთხელ თამთა მივდივართ იმ მომენტამდე, რომ რაც იუპიტერისთვის არის შესაძლებელი, თურმე ხარმა თავი უნდა დახაროს და ხარი ამას ვერ გააკეთებს. ესე არ არის. არ შეიძლება ორმაგი სტანდარტი არსებობდეს. წესი, დემოკრატიული წესრიგი არის ერთი. დიდ ბრიტანეთშიც, საქართველოშიც, საფრანგეთშიც და სადაც კი დემოკრატიაზე პრეტენზია აქვს ყველგან. ამიტომ, როდესაც რაღაცა აპარტეიდულად მცირე ჯგუფი ადამიანების ცდილობს თავს მოახვიონ და ძალმომრეობა იქონიონ სრულიად ქვეყანაზე, სახელმწიფო ადეკვატურია. საბოლოო ჯამში მაინც მსგავსი ტიპის ანგარიშების, რეზოლუციების მიღება, გახშირდა და უკვე ათეულ 10-მდე არის მსგავსი ტიპის ანგარიშიც თუ რეზოლუციების საერთო რაოდენობა, რაც ბოლო წლებში მიიღეს საქართველოსთან დაკავშირებით. მაინც როგორ აისახება ეს საბოლოო ჯამში? ქვეყნის ხელისუფლება კი ამბობს, რომ ამ ყველაფერს არ აქვს იურიდიული ძალა და თქვენთვის არის უსამართლო და დეზინფორმაციით სავსე, მაგრამ როგორ აისახება ქვეყნის იმიჯზე და გარკვეულწილად უკვე მიღწეული თუ არის ამ ნაწილში ოპოზიციის მიზანი, რომელსაც თვითონვე აღიარებენ და ამბობენ, რომ ეს არის ქვეყნის ხელისუფლების საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა. მეხუთე კოლონა საქართველოში, რომ ქართული სახელმწიფოს ინტერესების და ქართული ხალხის ინტერესებისთვის არ მოქმედებს, ეს ისტორიულადაც დადასტურებულია და დღეს ასე ონლაინ რეჟიმში ჩვენ ყველა ამ ყველაფერს ვაკვირდებით. რაც შეეხება ქართულ დესტრუქციას და აქ ძალმომრეობით ჯგუფებს, გასაგებია. რაც შეეხება ევროპარლამენტს, ევრობიუროკრატია დღეს არის უმძიმეს ვითარებაში. მართლაც დაემსგავსა ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირს. რაღაც მომენტებში და მოცემულობაში გადააჭარბეს კიდეც უფრო ღრმად წავიდნენ დესტრუქციაში, ვიდრე ეს იყო საბჭოთა კავშირში. რასაც ჩვენ ვაკვირდებით ევროპარლამენტიდან, იმ ძალებიდან ყოველ შემთხვევაში, რომელიც აი ამ უსუსურ, უნიათო სიმართლისგან დაცლილ რეზოლუციებს უჭერს მხარს, ამას არანაირი კრიტიკა და ვერანაირი ამ კრიტიკას ეს ვერ გაუძლებს. აქ ჩვენ მეორე ამბავით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპარლამენტში არიან ასევე ის ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფრის წინააღმდეგ აძლევენ ხმას და ჩვენ არაერთი განცხადება მოვისმინეთ თამთა, სადაც პირდაპირ ევროპარლამენტშივე ხდება გაკრიტიკება იმ უსამართლობის, რომელიც რაოდენობა უფრო მეტია და ამიტომ იღებენ ამ რეზოლუციას. ის რომ უსამართლო რეზოლუციას იღებს ევროპარლამენტი, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს, რომ ევროპარლამენტში ღირებულებები, რომლის გარშემოც ევროკავშირის თავისუფლება შეიქმნა, პრაქტიკულად არის ნიველირებული. ნიველირებული ეს ადამიანები, აი როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ქალბატონი, რომელიც დღესაც მიიჩნევს, რომ მაგალითად სააკაშვილს აწამებენ ციხეში, რომელიც თulis რომ სააკაშვილი არის უსამართლოდ დაჭერილი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, ყოველ შემთხვევაში უნდა იცოდეს რა დანაშაულები აქვს ამ რეჟიმს ჩადენილი, მაგრამ მაინც ამ ყველაფრის მიუხედავად დღესაც მას მიაჩნია დემოკრატიის შუქურად ეს ადამიანი, რომელმაც პირდაპირ შეიტანა შესწორება და მისმა მხარდამჭერებმა რეზოლუციაში და ითხოვენ მედიის დასანქცირებას, სადაც არ მოწონთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა, სადაც არ მოწონთ თავისუფალი სიტყვა. მათ უნდათ რომ ის დასანქცირდეს. რატომ უნდათ რომ დასანქცირდეს? ამაზე პასუხისგაცემა ხო არ არის რთული. აქ ხო მართლა ვინმე იმაზე არ ფიქრობს აქციანებში, ვინმე უსმენს, თქვენ გონიათ ახლა ან საზოგადოებრივ მაუწყებელს იქ მე ვიძახით, რომ საქართველოში რა თქმა უნდა უსმენენ და ან რუსთავიებს ვის დასანქცირებასაც ითხოვენ. უბრალოდ ერთი რაღაცა იციან ისე მეხუთე კოლონიდან წამოსული ინფორმაციით და საკუთარი ჯაბაასით, რომ სივრცე უნდა მოსწორდეს იმისთვის, რომ საკუთარი იდეების და სურვილების მხარდაჭერი პარტიული იდეოლოგიის მქონე ტელევიზიების როლი გაიზარდოს. მეტი არა. ჩვენ ვიცით, რომ ამ ანგარიში, რომელიც გუშინ მიიღო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ევროპარლამენტში, ერთ-ერთი მოთხოვნა არის, თქვათ, ევროკავშირის სტრუქტურების მიმართ, რომ უკვე პერსონალური სანქციები დაწესდეს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ და პირიქით აი ამ შემთხვევაში დაგვიანებაზეც, აი ამ მექანიზმების გამოყენების დაგვიანებაზეც კი მიუთითებენ. ჩვენ ვიცით, რომ უნგრეთი და მისი ძველი ხელისუფლება იყო, თქვათ, ამ პროცესში ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორი და ბარიერი.
მაგრამ ამ შემდეგ რაც ორბანის ხელისუფლება დამარცხდა და ახალი პოლიტიკური ძალა მოვიდა ქვეყნის სათავეში, შესაბამისად შეიცვალა მოცემულობა და კაია კალასის შემდეგ უკვე აი რასა იუკნევიჩენის გუშინდელ გზავნილშიც იყო მინიშნება, რომ ახლა მათ აქვს სწორედ უნგრეთის ახალი მთავრობის იმედი, რომ ამ შემთხვევაში ისინი სრულ მხარდაჭერას მოიპოვებენ და კონსენსუსით გზით იქნება მიღებული ეს გადაწყვეტილება, რომელსაც ჭირდება ყველა წევრი ქვეყნის ხმა. აქედან გამომდინარე, რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ შეიძლება უნგრეთის ახალი მთავრობა აღარ იყოს ამ პროცესში დამაბრკოლებელი ფაქტორი და გარკვეულწილად სანქციების მექანიზმი უკვე გახდეს რეალობა საქართველოს ხელისუფლებას. შანტაჟი რო ვეჭრის ქართულ ხალხზე და საქართველოს ეს აქამდეც უნდა კარგად გაეგოთ და შეეგნოთ იმ ადამიანებს, ავტორებს აი ამ რევოლუციის. თქვენ ამბობთ ვერჭით, მაგრამ რეალობას რამდენად, ანუ რეალური საფრთხე რამდენად არის, რომ შეიძლება უკვე სანქციები რეალურად ამოქმედდეს. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ ჩვენი ქვეყნის და ქართული ხალხის სადმი მტრულად განწყობილმა ძალებმა ეს ქართულ ხალხზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს და რატო გეტყვი ძალიან მარტივია რა ეს ყველაფერი. მათ პერსონალური სანქციების უკან რა სრულები აქვს, ეგ არის ყველაზე მთავარი და არ არის რთული ამისი ამოცნობა. კიდევ ერთხელ უბრუნდებით ჩვენ 2024 წლის არჩევნებს. ის ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს და თავისუფლებას იცავს კბილებით, რომელიც ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყანა ომში არ ჩართულიყო. ხა ის უსმენდი მე ჩემს წინა გამოსვლას თქვენს რესპონდენტს და ხა როგორ შეიძლება ისეთ შავზე თეთრი და თეთრზე შავი დაწერო უკრაინის კონკრეტულმა ექსპერტებმა გამოთქვესო სურვილი თუ არ ვიცი შეხედულება საქართველოს ომში ჩართული. პოდოლაკი ექსპერტი იყო უკრაინაში. ეს მან არ იცის, ხა ვინც აი ამ ადგილზე ამ სკამზე იჯდა. პირდაპირი მოთხოვნა იყო საქართველოს მიმართებით ომში ჩართვის. და ეს ყველაფერი იყო ძალიან დიდი ხნით ადრე შეკოწიწებული გეგმაში ჩაწერილი კონკრეტული მოქმედება, რომელიც საქართველოს უნდა შეესრულებინა. ის ხელისუფლება, რომლის თვისაც შემოაპარეს, მაშინ რა ქვია, მიხეილ სააკაშვილი შესაბამისი არაჟნების კონტეინერით, ის ხელისუფლება აუცილებლად მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მათ სურდათ. არც ეს რეზოლუციები არ იქნებოდა თამთა. და იქნებოდა ის, რა ვიცი, თუ დარჩებოდა რამე საქართველოსგან, საქართველოს ხელისუფლება წითელ ხალიჩაზე ივლიდა აუცილებლად, მაგრამ დარჩებოდა საქართველოსგან რამე? ან კი დღეს რომ გაზით მომარაგება და ელექტრო რა ქვია მატარებლებით ენერგომატარებლებით მომარაგება ასე სურს ევროპას და საქართველოს რო ერთადერთი უალტერნატივო მშვიდობიანი მარშრუტია შუადერეფანი დარჩებოდა ამ მარშრუტისგან რამე ჩვენ რომ მართლაც ავყოლოდით იმ გეგმებს რომელიც ცალკე კონკრეტული ბიუროკრატიისგან ევროკავშირის და უკრაინისგან ხო მოდიოდა. აი ეს ხელისუფლება არ ჭირდებათ, არ მოწონთ. ამიტომაც ხდება ეს ყველაფერი და ხა რაც არ უნდა დაწერონ, იწაწერონ და იკითხონ. იმიტომ რომ ქართულ ხალხზე ეს ზემოქმედებას ვერ მოახდენს. ხელისუფლება ამბობს, რომ მზად არის თქვა დიალოგისთვის, ხომ ევროკავშირთან. აი ბოლო პერიოდში ევროპელი პარტნიორობის განცხადებებში და მოწოდებებში ხშირად იკითხება გზავნილი, რომ თქვა ინკლუზიური პროცესი უნდა დაიწყოს, პოლიტიკოსებმა უნდა დაეთქვათ, აი პოლიტიკურმა ძალებმა ხელისუფლებამ ოპოზიციასთან უნდა დაიწყოს თქვა დიალოგი. ხელისუფლებისგან რამდენად იგრძნობა ასეთი დიალოგისთვის მზადყოფნა და რამდენად აი თქვა მზაობა არის მართლაც რეალური, მაშინ როდესაც თქვა იგივე კანონების აკრძალვის გეგმა, პარტიების აკრძალვის გეგმა არის. ანუ საბოლოო ჯამში იგივე ესეთი ახალი კანონები, ეს ასეთი გეგმები იგივე პარტიების აკრძალვის კიდევ უფრო იწვევს თუ არა ამ ურთიერთობის დაძაბვას. დიალოგის ნაცვლად იმისა, რომ რაღაცნაირად ნორმალიზება მოხდეს პროცესის. დიალოგის ადგილი მაღალი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების ჭრილში და ზოგადად პოლიტიკურ ჭრილში არის პარლამენტი. და პარლამენტში დიალოგი, რა თქმა უნდა, უპრობლემოდ წესით და რიგით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, ასე მიმდინარეობს და ასე იქნება მომავალშიც. მაგრამ იქნება მათთვის, ვინც პარლამენტში არის წარმოდგენილი. საპარლამენტო პარტიებიც, ხომ? ეს ხომ არის, ნახეთ, არასაპარლამენტო პარტიები არის ერთი, რომლებმაც ვერ შეძლეს ბარიერის გადალახვა და პარლამენტში მანდატების აღება, მაგრამ ჩვენ ხო აბსოლუტურად განსხვავებულ მოცემულობას ვაკვირდებით. თამთა, ეს ხომ არ არის სიტუაცია, როდესაც ბარიერი ვერ გადალახეს და ვერ შემოვიდნენ. ბარიერი გადალახეს, ჰქონდათ მანდატები დახიეს, ურნაში მოისროლეს, იმ ხალხის სურვილებიდან დობა ფეხქვეშ გათელეს, ვინც ხმა მიცა და დღეს რა დიალოგი უნდათ? დიალოგი, ვინც 4 წელიწადში 5 ჯერ რევოლუციას უწყობდა საკუთარ ხალხს
ხალხს და ქვეყანას და რომელიც ცდილობდა ცეცხლში და უბედურებაში გაერია საკუთარი სამშობლო. დიალოგი 2000 მოემზადონ 2028 წლისთვის, რა თქმა უნდა ის პარტიები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს გაწყვეტილების შემდეგ ჩვენ არ ვიცით რა გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ სურვილი გვაქვს ამისი და ამ სურვილს პირდაპირ გამოვხატავთ, იმიტომ რომ მოსარჩელეები ვარ და პირადად მაქვს ხელი მოწერილი ამ სარჩელზე, რომ აი ეს დესტრუქცია, რომელიც პოლიტიკოსის მანტიაში გამოხვეული კრიმინალებით არის სავსე, დესტრუქცია უნდა დასრულდეს საქართველოში და ადგილი უნდა დაუთმონ, კეთილი ინებონ, არ სურდათ, რომ ყოფილიყვნენ კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც მართლაც იმ ხალხის ნებართსრუგლს გამოხატავს, ვინც მათ ხმა მიცა. და სულ მუდმივად გვერდით ამოვლენებით, ძალადობით, ძალმომრეობით ცდილობენ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. ესე ამას არც ერთი დემოკრატია არ პატიობს და ასე იქნება აუცილებლად. ყოველ შემთხვევაში ამის სურვილი ჩვენ მაგრამ როგორ აისახება ეს დაძაბული ურთიერთობა თბილისსა და ბრიუსელის შორის, თქვა გლობალურ სურათზე და გლობალურ დღის წესრიგზე, მაშინ როდესაც აი თქვა დოგება ბოლო პერიოდში კი ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, მანამდე რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, სულ უფრო თქვა აქტუალური ხდება ალტერნატიული იგივე სავაჭრო, ენერგეტიკული დერეფნების მოძიება და სამხრეთ კავკასიაზე გამავალი სავაჭრო გზების მიმართაც ინტერესი სულ უფრო მზარდი იგივე შუა დერეფონზე ჩვენ ვნახეთ უკვე რამდენი საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა ბოლო წლებში. მაგრამ მას შემდეგ, რაც სამხრეთ კავკასიამ კერძოდ სომხეთმა პირველად უმასპინძლა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამით, სადაც სწორედ ეს ეკონომიკური უსაფრთხოების და ენერგოუსაფრთხოების საკითხები და მათ შორის შუა დერეფნის მომავალი განიხილებოდა, სადაც საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხომ? იქ გარკვეულწილად საქართველოზე ნაკლებად ისმოდა განცხადებები ევროპელი ლიდერების მხრიდან, ევროკავშირის ლიდერების მხრიდან და კიდევ უფრო გააქტიურდა თქვენი ოპონენტების ქართული ოპოზიციის განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველო აი სომხეთი მასპინძლობს გავსი ტიპის სამიტებს, როცა შეძლო ასეთი შესაძლებლობით ესარგებლო საქართველოს და აი ახლა ქვეყანა მოქცეულია საერთაშორისო იზოლაციაში. ამ ტიპის განცხადებებს როგორ უპასუხებთ? მეცაც გეტყვით, ევრობიუროკრატიამ ისიც კი იკადრა ცოტა ხნის წინ, რომ საერთოდ შუა დერეფნის და შავ ზღვაზე გასასვლელის საკითხი წყდებოდა და საქართველოს მონაწილეობის გარეშე ჩაატარეს ეს რაღაცა ფორუმი, რომელიც იყო ძალიან სასაცილო. ხა შევთანხმდეთ იმაზე, რომ იქ სადაც გეოგრაფიას ვერავინ ნიველირებას ამ გეოგრაფიულ ჭეშმარიტებას ვერ მიცემს, რომ რუკა არის ისეთი როგორიც არის, ამ ყველაფრის მიუხედავად შუა დერეფნის პროექტზე საუბრობენ და იქ ცდილობენ რომ საქართველოს არ ახსენონ. თუმცა ეს გარკვეულწილად ესეთი როგორ თქვა, არ ვიცი, მე შეგნებულად თვალზე ხელაფარებული და შეგნებულად რაღაცა ძირგამოთხრილი სიტუაცია. ვფიქრობთ, რომ ცოტა ნელ-ნელა წარსულს ეძლევა. დღეს ჩვენ ხედავთ იგივე პრემიერ-მინისტრის მონაწილეობას მნიშვნელოვან ფორუმზე, სადაც იყო დიალოგი. ეს დიალოგი მუდმივად არსებობს. ახლა შესაძლებელია ამ დიალოგს მასშტაბები გააჩნია, მაგრამ დიალოგი სულ არის, თუმცა ორმაგი სტანდარტით და ხა ტყუილებით და ძალმომრეობით გაჯერებული პოზიცია როცა გააჩნია შენ ვიზავის, ცხადია რომ ეხა იქ სალაპარაკო არც არაფერი არ აქვს. როგორც კი კონსტრუქციულ და ობიექტურ და საფუძვლებზე ხდება გადმოტანა საუბრის, იქ უნებრივია რომ ჩვენ მზად ვართ ყველასთან სასაუბრო. რაც შეეხება ევროპის ქვეყნებში ცალკე, იმიტომ რომ ხშირად უთქვამს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ პირდაპირ კონტაქტების გაძლიერება საჭირო, იმიტომ რომ მისი თქმით ბრიუსელი აფერხებს, ევროკავშირი აფერხებს საქართველოს და ევროპის ქვეყნების ურთიერთობას. ევროკავშირი სამწუხაროდ ბრიუსელის არარჩეული დანიშნული ბიუროკრატია ძალიან კიდე ერთხელ ვიმეორებ და ვეთანხმები, ვინც ამას ამბობდა, იმსგავსება იმ კავშირს, რომელიც იყო ძალმომრეობითი და არა დემოკრატიის და თავისუფლების გარშემო შექმნილი კავშირი, საბჭოთა კავშირზე გვაქვს საუბარი. და დღეს როგორც არ უნდა ეცადონ თამთა, ხა რაც არ უნდა მოიფიქრონ, მოიგონონ და შეთითხნონ და ბრალდება საქართველოს წაუყენონ, იმ მოცემულობას, რომ შუა დერეფანი ორი საკითხია. ნახეთ, ერთი რომ ქართველმა ხალხმა აირჩია თავისუფლება, სუვერენიტეტი, ომს უთხრა უარი და ძალიან კარგად აღიქვა ის რაც უნდათ საქართველოსგან პროქსი ქვეყნად გადაქცევა ის რაც შეძლეს უკრაინასთან მიმართებით. ამაზე ჩვენმა ხალხმა თქვა უარი 2024 წელს. კეთილი ინებონ, თვალი გაუსწორონ სიმართლეს, თვალი გაუსწორონ იმ ჭეშმარიტ მოცემულობას და თუ ვინმეს რამე დაავიწყდა და სკოლაში კარგად არაა გეოგრაფია ნასწავლი, კიდევ ერთხელ ჩახედოს გლობუს და რუკას და მიხვდება რომ ქართველი ხალხის არჩევანის პატივისცემასთან ერთად შუა დერეფნის მნიშვნელოვანი სატრანზიტო მარშრუტი გადის ჩვენს ქვეყანაზე, ამიტომ ჩვენ ქვეყანასთან თუ სურთ ამ ქვეყნის
ქვეყნით სარგებლობა, კაი გაგებით ვამბობ, როგორც ტრანზიტული ქვეყნის პატივისცემის ქვეშ იყვნენ იმ ხალხის მიმართ, რომელმაც საქართველოში აირჩია ხელისუფლება. განწყობების შეცვლაზე, როდესაც ვსაუბრობთ, რა გზავნილი შეიძლება იყოს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, თქვათ, შეცვლილი პოზიციონირება ბოლო დღეებში, იმიტომ რომ ოფიციალურად დადასტურდა, რომ უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა 2 დღის წინ სწორედ ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში უკრაინის უკრაინის პრეზიდენტს და საქართველოს პრემიერს შორის შეხვედრა იყო საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას და დღეს უკვე უკრაინული მხარის ინიციატივით ზარი მაკაბოჭორიშვილთან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან. აი რაზე შეიძლება მიუთითებდეს ამ თუ კი გაიაზრეს, რომ უკრაინულმა მხარემ რომ სრულად დესტრუქციულ მოცემულობაში იყვნენ საქართველოსთან მიმართებით და გადადგეს კონკრეტული პოზიტიური ნაბიჯები, მხოლოდ მივესალმებით ამას ჩვენ უკრაინელ ხალხს, უკრაინელებთან მიმართებით არასდროს არც გქონია არანაირი პრეტენზია და პრობლემა, პირიქით თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ერთი რეზოლუციაც კი არ იყო უამრავ ათასობით რეზოლუციაში, სადაც საქართველოს უკრაინას ხარი არ დაუჭირა, ფართოდ გაუხსნა ომის შემდგომ უკრაინელებს კარები, 10,000-ობით ტოლვრილია დღესაც საქართველოში, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩემი და თქვენი გადახდელი თანხებიდან ეხმარება და გვერდში უდგას, ამას არავის არ ვაყვედრი, ეს უბრალოდ მოცემულობა და ფაქტია. ერთადერთი ქვეყანაა, სადაც უკრაინულ ენოვანი ფაკულტეტები და სკოლები გაიხსნა იმისთვის, რომ უკრაინელ ბავშვებმა და სტუდენტებმა ისწავლონ და ამ ყველაფრის ფონზე ელჩის გაწვევა და ის ყველაფერის თელი პრემიერ-მინისტრის დასანქციერება ყველაფერს თავი დავანება. როგორც დეპუტატს ინფორმაცია რა შინაარსის საუბრები შედგა, თქვათ, უმაღლეს დონეზე ხელისუფლებებს შორის და რა შეიძლება უკავშირდებოდეს განწყობის და ეს საუბრები შედგა უმაღლეს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, ამიტომ ამის შინაარსზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, თუ კი ისაუბრებენ, მხოლოდ ისინი ისაუბრებენ, რაც შეეხება მომავალ ურთიერთობებს, ჩვენ მივესალმებით მომავალ ურთიერთობებში სიტუაციის გამოსწორებას და მეგობრულ რელსებზე გადაყვანას, ოღონდ ის პრობლემები, რომელიც აქამდეც იყო, არცად არ გამქრალა. ამიტომ პრობლემები აი რა არის მთავარი უთანხმოების თემები და პრობლემები? პრობლემა არის პირველ რიგში ის დიპლომატიური მოცემულობა, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებობს, ის უსამართლო დამოკიდებულება, ბომბების წვიმის ქვეშ, რომ ჩვენი ელჩი კიევში უკანასკნელი საელჩო, ღია საელჩო იყო და აი ამ ყველაფრის მიუხედავად სახელმწიფო ბორტით მებრძოლების გაგზავნის, რუსეთთან ესკალაციის წასვლის და ამ შემდეგ მიზეზებით საქართველოსთან გაართულეს ურთიერთობა და მეცაც გეტყვით, აგერ უკრაინულმა სპეცსამსახურებმა ყოფილი დამნაშავე პრეზიდენტი შემოგვიგზავნეს იმისთვის, რომ საქართველოში რევოლუციები მოხდარიყო, მაგრამ ეს არის ერთი საკითხი, რომელიც არსად არ გამქრალა კიდევ ერთხელ, მაგრამ მეორე საკითხია მომავალი, პირველ ქვეყანა ომში მყოფი ქვეყანაა, ჩვენ ამას ვითვალისწინებთ, ჩვენ ამას გაგებით ვეკიდებით, არის მომავალი ურთიერთობა საქართველოს და უკრაინას შორის და ნამდვილად ჩვენ იმის სურვილი არ გვაქვს, რომ ეს ურთიერთობა იყოს აუგი და არ იყოს მეგობრულ რელსებზე არსებული. ძალიან დიდი მადლობა დავით მათიკაშვილი, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, პასუხობდა გადაცემა დღის თემის შეკითხვებს პირდაპირ ეთერში. დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. ხვალამდე გემშვიდობებით.